გამარჯობა, თქვენ უყურებთ ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ვაშინგტონი დღეს. მე ეკა მაღალდაძე ვარ, დღევანდელ გადაცემაში კი შემდეგ თემებზე გიამბობთ. მხარეებს მშვიდობა სურთ, ომი დასრულდება, ამბობს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომზე. კიდევ ერთი ნაბიჯი ავტორიტარიზმისკენ. ამერიკელი ექსპერტები საქართველოში დემონსტრაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრებას აფასებენ. კულტურა ომში. რეპორტაჟი კიევიდან, სადაც რუსული ბომბების მიუხედავად კულტურული ცხოვრება გრძელდება. დარჩით ჩვენთან. ვაშინგტონი უკრაინაში ომის დასრულებისთვის ემზადება. რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან საუბრის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედიანადაა განწყობილი. ტრამპმა გასულ კვირას ვაშინგტონში კიდევ ერთი უმაღლესი დონის სტუმარს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა. თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების ფოკუსში კვლავ ეკონომიკაა და სავაჭრო ტარიფებია. ამ კვირაშივე პრეზიდენტმა ტრამპმა სავაჭრო ტარიფებზე მორიგი გადაწყვეტილება მიიღო. ამჯერად 25%-იანი ტარიფი დაწეს და ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე. მაია კვარცხავა გიამბობთ კვირის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებზე ვაშინგტონიდან. გვინდა რომ ომი დასრულდეს, ხალხის ხოცვა მორჩეს, მაგრამ აქ სურს მტკიცე გრძელვადიან მშვიდობას მივახციოთ და არა ისეც აღმოსავლეთ ევროპას რამდენიმე წელიწადში კონფლიქტი რომ მოუტანოს. ასე რომ რამდენიმე კარგი საუბარი შედგა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამის ერთობლივად მიღწევა. კიდევ ბევრი საუბარი გვექნება მომდევნო დღეებში, კვირებში და თვეებში. უკრაინის ომის სწრაფად დასრულების მიზნით შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნაბიჯები ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე გადადგა. ამერიკა-რუსეთს შორის პატიმრების წარმატებით გაცვლის შემდეგ ის ტელეფონით ესაუბრა ჯერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, შემდეგ კი უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის და განაცხადა, რომ ომის დასრულებისა და მშვიდობის დამყარების სურვილი მას ორივე მხარემ დაუდასტურა. დიდებული ზარი იყო პრეზიდენტ პუტინთან. საათზე მეტხანს გაგრძელდა. პრეზიდენტ ზელენსკისთანაც ძალიან კარგი საუბარი მქონდა. ვფიქრობ, მშვიდობისკენ მიმავალ გზას ვადგავართ. ჩემი აზრით, პრეზიდენტ პუტინს, პრეზიდენტ ზელენსკის და მეც მშვიდობა გვინდა. სურს ხალხის ხოცვა დასრულდეს. თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უსაფრთხოების გარანტად კიევი ნატოში გაწევრიანებას მიიჩნევს, რაც ევროპაში მყოფი შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის პიტ ჰექსეთის აზრით, ამ ეტაპზე არარეალური ამოცანაა. ნატოს მინისტერიალზე გამართული შეხვედრების შემდეგ ჰექსეთმა განმარტა, რაც მანამდე თქვა, რომ კიევისთვის 2014 წლამდე არსებული საზღვრების დაბრუნებას ის შეუძლებლად მიიჩნევს. ვლადიმირ პუტინისადმი დათმობას არ წარმოადგენს უბრალოდ იმ რეალობაზე მითითება, რომ ყველა სურვილის მიუხედავად საზღვრები არ დაბრუნდება იქ, სადაც 2014 წელს იყო. ეს არის ადგილზე უხეში ძალის არსებობის რეალობის აღიარება. უზარმაზარი ინვესტიციისა და მსხვერპლის შემდეგ, პირველ ყოვლისა უკრაინის, შემდეგ კი მოკავშირეების მხრიდან ეს იმის გააზრება გახლავთ, რომ მოლაპარაკების შედეგად მიღწეული მშვიდობა რაიმე სახის დემარკაცია იქნება, რომელიც არც ერთ მხარეს არ აწყობს. ვაშინგტონში კონგრესის დემოკრატი კანონმდებლების ნაწილი ამერიკის ხმასთან საუბრისას ამბობს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით თეთრი სახლის ადმინისტრაციის პოზიციას და პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება. ევროპელ მოკავშირეებთან ერთად უნდა შევინარჩუნოთ უკრაინის მხარდაჭერის მდგრადობა, მათი სუვერენიტეტი და დემოკრატია. ზირი არ უნდა გამოუთხაროთ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების შესაძლებლობას, რომელმაც შესაძლოა სამშვიდობო შეთანხმებამდე მიგვიყვანოს. არ მესმის ამ მიზნის მისაღწევად ამ ადმინისტრაციის მიერ გამოყენებული სტრატეგია და ლოგიკა. რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ მაკკოლი ამერიკის ხმას ეუბნება, რომ უკრაინის უსაფრთხოებისთვის ყველაზე რეალური და საუკეთესო გარანტია ევროკავშირში გაწევრიანება იქნებოდა. უკრაინას ნატოში ერთ დღემში ვერ შეიყვან. ეს ჩვენ რუსეთთან უშუალო კონფლიქტის პოზიციაში ჩაგვაყენებს. მაგრამ ვფიქრობ, უკრაინის ევროპის კავშირში გაწევრიანება უფრო გამართლებული იქნება. ევროკავშირს თავად გააჩნია უსაფრთხოების შიდა შეთანხმებები, რაც შემდგომი აგრესიისგან უკრაინის დაცვის საქმეში არსებითად ნატოს მსგავსად იმოქმედებს. თავად პრეზიდენტი ტრამპი სწრაფი სამშვიდობო გადაწყვეტილების მოლოდინშია და იმეორებს, რომ უკრაინაში ორივე მხრიდან მილიონობით ადამიანის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვა გაუმართლებელია და ეს სასწრაფოდ უნდა დასრულდეს. ამ მიზნით ის ორივე ქვეყნის ლიდერთან შეხვედრას პირადად გეგმავს. პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკება შესაძლოა საუდის არაბეთში გაიმართოს.
პარალელურად შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელისა და იაპონიის ლიდერების უმაღლესი დონის ვიზიტების შემდეგ ვაშინგტონში ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის უმასპინძლა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მათ აღნიშნეს, რომ ამერიკა და ინდოეთი მჭიდროდ ითანამშრომლებენ რადიკალური ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვაშინგტონი ინდოეთთან ვაჭრობას კიდევ უფრო გააფართოვებს და მათ შორის საგულისხმოდ გაზრდის ამერიკული ნავთობისა და გაზის ექსპორტს. მოდის ვიზიტის წინ რამდენიმე საათით ადრე ტრამპმა სავაჭრო ტარიფების გაზრდის თაობაზე კიდევ ერთ მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც გაზრდილი საბაჟო გადასახადი არა მარტო კონკურენტ ქვეყნებს, არამედ ამერიკის მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებსაც დაეკისრება. პრეზიდენტის განმარტებით ეს სამართლიანი გადაწყვეტილებაა და ყველას თანაბარ პოზიციაში ჩააყენებს. საბოლოო მიზანი კი მისი თქმით შეერთებული შტატების ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაა, რომელიც დაახლოებით $2 ტრილიონ-მდეა. მაია ქვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. საგარეო პოლიტიკასთან ერთად ამერიკელები ეკონომიკის სიახლეებსაც ყურადღებით ადევნებენ თვალს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკვებ პროდუქტზე ფასი თითქმის გასამაგდა. ფრინველის გრიპის ბოლო აფეთქებამ შეერთებულ შტატებში დიდი რაოდენობით ქათმები გაწყვიტა, რის გამოც კვერცხი მთელი ამერიკის მასშტაბით კიდევ უფრო გაძვირდა. მნიშვნელოვნად დაზარალდნენ მსხვილი კომპანიები და დისტრიბუტორები. იზრდება უკმაყოფილება მომხმარებლებშიც. თუმცა შექმნილი ვითარებით ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდნენ მცირე მეწარმეები და ფერმერები, რომლებიც ამ დანაკლისის შევსებას და ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობენ. კვერცხის ფასი ამერიკის მასშტაბით ისევ იზრდება, რაც მომხმარებელთა დიდ უკმაყოფილებას იწვევს. მიზეზი ფრინველის გრიპია, რომელმაც ქათმები ბევრ დიდ ფერმაში გაწყვიტა. ერთი ყუთი ადრე $3.9 ღირდა, ახლა $6.9 ღირს. თუ ადრე კვირაში 12 ვყიდულობდი, ახლა ამას 2 კვირაში ერთხელ ვაკეთებ. მახსოვს 2 წლის წინ ბევრად იაფი ღირდა, შემდეგ უცებ გაძვირდა, ახლა კიდევ ერთხელ გაძვირდა. საშინელებაა, ეს ხომ ჩვენი ყოველდღიური საკვებია. როგორც წესი 12 კვერცხი ამერიკაში $2-ზე მეტი არ ღირდა, მაგრამ 2022 წელს ფასები გაორმაგდა, რაც მაშინაც ფრინველის გრიპს დაუკავშირეს. წელს იანვარში კი ერთი ყუთის ფასი თითქმის $7-მდე ავიდა. ფასები მსხვილი გადამყიდველებისთვისაც გაიზარდა, რომლებიც კვერცხს საბითუმო ფასებში იღებენ. ვიდრე ფრინველის გრიპის პრობლემა არ მოგვარდებოდა მომარაგების ჯაჭვში ვითარება არ გამოსწორდება, ყველაფერი რიგით მომხმარებელს აწვევა კისერზე. სიტუაციის გამოსწორებას ამ ეტაპზე არ მოელიან. წინა წელთან შედარებით სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი კვერცხის დამატებით 20%-ით გაძვირებას მოელის. მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა კვლავ მაღალია, მაგრამ მიწოდება ვირუსის გამო ჯერ ისევ ფერხდება და მაღალი ფასებიც ნარჩუნდება. ერთადერთი, ვინც შეერთებულ შტატებში კვერცხის გაძვირებით მოგებული რჩება, მცირე მეწარმეები არიან, რომელთაც პატარა ფერმები აქვთ. მათ შორისაა ოჯახური ბიზნესის მქონე ჯორჯ ტერვილიგერი. შემიძლია ჯამრთელი ქათმების ახალი პარტია შევიძინო, იქნებ გავაორმაგო კიდეც. ჩემსავით მცირე მეწარმეებისთვის ეს ზარალის შესავსებად კარგი შანსია. მაგრამ ეს შანსი დროებითია, რადგან დიდი მეწარმეები ბოლოს და ბოლოს გამოსავალს მაინც იპოვიან, ვირუსისგან ქათმებსაც დაიცავენ და კვერცხსაც გააიაფებენ. საქართველოს ხელისუფლებამ შეკრება მანიფესტაციასთან დაკავშირებული უკვე არაერთი კანონი გაამკაცრა და მედიის სტანდარტების დამდგენ ახალ რეგულაციებზე მუშაობის შესახებაც აცნობა საზოგადოებას. ამასთან მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას თავად გეგმავს. ბოლოდროინდელ ნაბიჯებზე ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის უფროსმკვლევარს დელიბორ როჰაჩს ვესაუბრეთ. როჰაჩი ამბობს, რომ ქართული ოცნება ავტორიტარულ ნაბიჯებს დგამს და უფრო შორდება ხალხის არჩევანს. დასავლეთმა კი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიაზროს, რამდენად გადაუდებლად მნიშვნელოვანია ის, რაც საქართველოში ხდება. ნახეთ ინტერვიუს მოკლე ვერსია. Delibor, thank you so much for your time. Georgian Dream Government is Delibor, მადლობა დროის დათმობისთვის. ქართულმა ოცნებამ დემონსტრაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობა გაამკაცრა და ახალი მედია რეგულაციების შესახებაც ისაუბრა. რას ნიშნავს ამ ზომების მიღება პროტესტის მომავლისა და მოქალაქეებისთვის და რას ამბობს ეს ხელისუფლების განზრახვაზე?
პირველ ყოვლისა მადლობა მოწვევისთვის. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯია ავტორიტარიზმის გზაზე იმ ეტაპისკენ, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარაა. შეუძლებელია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს შეუძლია ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს, ან ნატოსა და ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან კავშირები გააღრმავოს, თუ ის ახშობს განსხვავებულ ხმებს, ხალხსაპატიმრებს, უქმებს მანდატებს საკანონმდებლო ორგანოში არჩეულ პარლამენტარებს. არჩევნები კიდევ ცალკე საუბრის საგანია. პირადად ჩემთვის ქართული ოცნების გადაწყვეტილებაა, რომ საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში მჭიდროდ დამკვიდრდეს, ჩარჩეს. და ვფიქრობ, ქართველი თავისუფლების მოყვარე ხალხი მართალია, როდესაც ამას მთელი ძალით აპროტესტებს. ქართული ოცნების ლიდერებმა წინასწარი საუბრეს მედიასთან დაკავშირებით კანონმდებლობის მიღების გეგმებზეც. თქვეს, რომ დაადგენენ სტანდარტებს და უზრუნველყოფენ ეთიკურ ჟურნალისტიკას. კიდევ უფრო შეიზღუდება უცხოური დაფინანსებაც. პრემიერი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებების კრიტიკა მხოლოდ იმის შიშს ეფუძნება, რომ მედია სიძულვილსა და ტყუილებს ვეღარ გაავრცელებს. რას ფიქრობთ ამ გეგმებზე? რას უქადის ეს დამოუკიდებელ მედიას ქვეყანაში? ეს განცხადებებიც ჩემი აზრით თანმიმდევრული და შესაბამისია. ამ თავრობის ზოგად სურათში ჯდება. თავრობის, რომელიც თავის მხრივ არის ფართოშეფასებით გაყალბებული არჩევნების შედეგი და რომელიც ცდილობს პოზიციები ნებისმიერ ფასად გაიმყაროს. მედია თავისუფლება პლურალისტური დემოკრატიის ფუნდამენტია. მედია თავისუფლება ისეთ მედია ლანდშაფტს გულისხმობს, რომელიც მოიცავს უცხოეთიდან დაფინანსებულ მედიასაც, სხვადასხვა წყაროდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს, იდეების რეალურ კონკურენციას. მეთოდები, რომლებითაც საქართველოში ეს ყველაფერი კეთდება, ძალიან ინფორმაციული და მრავლის მთქმელია. უნგრეთში ვიქტორ ორბანი მედიაზე კონტროლის დამყარებას ირიბად ცდილობდა, სარეკლამო პოლიტიკით, ფლობელობის ცენტრალიზებით, მთავრობასთან დაახლოებული პირების მიერ მედიების შესყიდით და ასე შემდეგ. საქართველოში კი ეს ძალიან შეუფარავად, დაუხვეწავად სასტიკი გზით ხდება. ეს ნამდვილად გვახსენებს იმას, რასაც რუსეთში ვხედავთ. ეს ნამდვილად აჩვენებს, რომ საქართველოს მაგალითი შორსაა იმ დემოკრატიული უკუსლის მაგალითებისგანაც, რაც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გვინახავს. მედიის თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე თუ საერთოდ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ვერ ვისაუბრებთ მზია ამაღლობელზე საუბრის გარეშე. ის დაკავებულია პოლიციელისთვის სილის გაწვნისთვის და თვეზე მეტია შიმშილობს. ხელისუფლება მას შიმშილობის შეწყვეტას ურჩევს და ამბობს, რომ სამართალდამცავზე ძალადობა უპატიებელია. ეს მაშინ, როდესაც დემონსტრანტებზე ძალადობისთვის დასჯილი სამართალდამცავების შესახებ არაფერი გვსმენია. რას ფიქრობთ, რის ჩვენებას ცდილობენ ისინი მისი საქმის ამგვარად წარმართვით? ეს შემოწმებელია და კიდევ ერთხელ აჩვენებს თვისებრივ განსხვავებას დემოკრატიული უკუსლის სხვა მაგალითებთან შედარებით. მაგალითად სერბეთი, უნგრეთი, გარკვეული ხნით პოლონეთიც. ქვეყნები, რომელთა მთავრობებმაც სცადეს ძალაუფლების გამყარება, მაგრამ საქართველოში ეს ხდება ძალადობის გამოყენებით. ეს ნამდვილად დამატებითი ნაბიჯია რეალური იმ ტიპის ტირანიისკენ, რაც რუსეთში, ჩინეთში ან ირანის მსგავს ქვეყნებში გვინახავს. ქართველები მართლები არიან, რომ ამ ბანდიტურ მეთოდებს აპროტესტებენ. მხოლოდ იმას ვისურვებდი, რომ დასავლური სამყარო მეტს აკეთებდეს მამაცი ქართველების გვერდით დასადგომად. მათი, ვინც ამ მოვლენებს უპირისპირდება. ევროკავშირი იქნება ეს ეუთო თუ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ახლა პოლიტიკური გარდაქმნის გარკვეულწილად უპრეცედენტო პროცესშია. ამან ამერიკაში ნამდვილად გადაიტანა პოლიტიკოსების მკაფიო ყურადღება იმ ქვეყნიდან, რომელიც ვფიქრობ მნიშვნელოვან რეგიონში მდებარე მნიშვნელოვანი ქვეყანაა. თუმცა ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით არაერთი ნაბიჯი გადადგა, არაერთი რეზოლუცია მიიღო, მათ შორის ერთ-ერთი სულ ახლახან. საპარლამენტო ასამბლეამ ქართულ დელეგაციას უფლებამოსილება შეუზღუდა, უვიზო მიმოსვლით ვეღარ ისარგებლებენ დიპლომატიური თუ სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებიც. რა ნაბიჯების ნახვა გსურთ ევროკავშირისგან ამ ეტაპზე? საბოლოოდ პოლიტიკური ცვლილება ქვეყნის შიგნით უნდა მოხდეს და არა გარედან. მხარდაჭერა აუცილებელია. დემოკრატიულ ცვლილებებს ნაყოფიერი ნიადაგი სჭირდება. ევროკავშირმა უკეთ უნდა მოახერხოს იმ სიგნალის ხაზგასმა, რომ საქართველოს ახლანდელი მდგომარეობით, ახლანდელი მთავრობით, საკამათო არჩევნებით არჩეული პარლამენტით არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირის წევრი გახდეს. განსაკუთრებით კი ასეთი ამ ძალადობრივი და ავაზაკური ქცევის დაწყებით მთავრობის მხრიდან, დემონსტრანტების და ჟურნალისტების გასამართლება და ციხეში ჩასმა და ასე შემდეგ. უნდა იყოს მიზანმიმართული ძალის ხმევა იმისკენ, რომ რეალური ეკონომიკური ზიანი მიაყენონ ისევე, როგორც რუსეთის შემთხვევაში. დიახ, ბევრი წუხს, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ნაკლოვანი და არაეფექტური იყო, მაგრამ ეს ნაწილობრივ იმის შედეგიცაა, რომ რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა, ჩინეთთან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან დაკავშირებული ეკონომიკით. საქართველო კი საკმაოდ პატარაა და ვფიქრობ ბერკეტი, რომელიც ევროკავშირს, დასავლელ ინვესტორებს და მსგავს მოთამაშეებს შეიძლება ჰქონდეთ საქართველოზე, საკმაოდ დიდია. ეს სრული მოცულობით უნდა გამოიყენონ.
ჩვენ ვიხილეთ არაერთი ევროპული ქვეყნის განცხადება ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები, ასევე საუბარი ბრიტანეთის პარლამენტშიც, რასაც ბევრის შეფასებით ნამდვილად შეიძლება ჰქონდეს მტკივნეული გავლენა ივანიშვილების ოჯახზე. სანამ ევროკავშირი როგორც ინსტიტუტი ან ვერ დგამს ისეთ ეფექტურ ნაბიჯებს, რომელთან ახლაც როგორც ამბობთ თქვენ გსურთ, როგორია ინდივიდუალური ქვეყნების პასუხისმგებლობა ან როლი, რა რეალური გავლენის მოხდენა შეუძლია მიმდინარე პროცესებზე ცალკეულ ქვეყნებს. ევროკავშირის შიგნით იქნება ეს თუ მის ფარგლებს გარეთ. სამწუხაროდ ევროკავშირია ის, ვისაც აქვს საშუალებების ნაკრები, რაც აუცილებელია საქართველოსთვის რეალური ეკონომიკური საფასურის დასაწესებლად. იქნება ეს ვაჭრობის, ინვესტიციების თუ ქონების გაყინვის კუთხით, განსაკუთრებით კი რეჟიმთან დაკავშირებული ადამიანების მიმართ. ცხადია, თუ ამას ევროკავშირის მიღმა მყოფი ქვეყნები გააკეთებენ, ამერიკა იქნება ეს, კანადა თუ დიდი ბრიტანეთი, ეს ნამდვილად გაზრდიდა ამ სანქციების გავლენას. თუმცა ცალკეულ ქვეყნებს მაინც შედარებით ნაკლების გაკეთება შეუძლიათ. შეუძლიათ ინდივიდუალური სანქციების დაწესება, ადამიანებისთვის მათ ქვეყანაში შესulis აკრძალვა, მაგრამ ეს სრულად არ გამორიცხავს შენგენის ზონას. ცალკეულ ქვეყანაში შეიძლება გარკვეული სამართლებრივი პროცესებიც მიმდინარეობდეს, თუ ამის საფუძველი იქნება. მაგრამ ყველაფერი საბოლოოდ ბრიუსელზე და ევროკავშირზეა დამოკიდებული. ესაა 27 მთავრობის გაერთიანება, რომელიც უნდა შეიკრიბოს და ამ საკითხს პრიორიტეტულად მიუდგეს. უკრაინაში კი რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 3 წელი სრულდება. მაშინ, როდესაც ვაშინგტონი, მოსკოვი და კიევი მოლაპარაკებების დაწყებაზე საუბრობენ და დონალდ ტრამპი ომის მალე დასრულების პირობას იმეორებს, ქვეყანაში ომი კვლავ გრძელდება. დიდი თუ პატარა ქალაქები კვლავ საჰაერო იერიშების სამიზნეა. ფრონტზე კი ათასობით უკრაინელი იბრძვის. მილიონობით მოქალაქე ქვეყნის გარეთაა. ამ პირობებშიც კი და მაშინ, როდესაც იუნესკოს ინფორმაციით კულტურული მემკვიდრეობის 500-მდე ძეგლია დაზიანებული, ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინელები არასდროს ყოფილან კულტურით ისე დაინტერესებულნი, როგორც ახლა. ქვეყანაში თითქმის ყველა კულტურული ღონისძიება, განსაკუთრებით დედაქალაქში, სრული ანშლაგით ტარდება. თეატრებში სრული ანშლაგია. ყველა ბილეთი თვეებით ადრე იყიდება. არის ბილეთები სპექტაკლზე კაიდაშის ოჯახი. ივან ფრანკოს სახელობის ეროვნული აკადემიური დრამატული თეატრის ადმინისტრაციის განცხადებით, გასულ წელს თეატრმა თავისი 100-წლოვანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი აუდიტორია მიიზიდა. ბილეთების გაყიდვებს ერთი თვით ადრე ხსნით. მარტში 31 დღეა და გაყიდვის დაწყებიდან 18 წუთში ყველა ბილეთი გაიყიდა, მთელი თვისთვის. ნიშკუჩი ამბობს, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას თეატრმა მუშაობა დაახლოებით 6 თვით შეაჩერა, მაგრამ როგორც კი წარმოდგენები განახლდა, მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. კულტურა ყველაზე რთულ დროს სულიერი სიმტკიცის ფაქტორად იქცევა. გასული წლის განმავლობაში თეატრის შემოსავალი თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. ჩვენ იმაზე 100-ით მეტი წარმოდგენა გავმართეთ ვიდრე წინა წლებში. ნიშკუჩის თქმით, უკრაინელები საკუთარ კულტურას რუსული საფრთხის წინაშე მყოფნი ბევრად მეტად აფასებენ. ხელოვნების გამოფენის კურატორი ოლენა გროზოვსკა ამ მოსაზრებას ეთანხმება. ჩვენი იდენტობისა და კულტურის წინაშე არსებული საფრთხე დაგვეხმარა გაგვეთავისებინა, რამდენად მნიშვნელოვანია ის. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსები კულტურას იარაღად იყენებენ. სამწუხაროდ, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ამაზე შესაბამისი რეაქცია არ გვქონდა. Дуже довго не були проактивними. ეს გამოფენა ალა ხორსკას ეძღვნება, მხატვარსა და უკრაინელ დისიდენტს, რომელიც 1960-იან წლებში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა. Ті процеси, які იმ პროცესებს, რომლებიც მაშინ ხდებოდა, სამწუხაროდ დღესაც ვხედავთ. უკრაინული კულტურა ნადგურდება. რუსებმა ოკუპირებულ მარიუპოლში ხორსკას მოზაიკები გაანადგურეს. ამ გამოფენამ ძალიან ემოციური რეაქცია გამოიწვია. в Маріуполі, власне, ми потрапили в нерв. გროზნოვსკა ამბობს, რომ მართალია ხორსკას ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად იყო ცნობილი, თუმცა ამ გამოფენამ მოლოდინზე ბევრად მეტი ადამიანი მიიზიდა. За півтора місяці გამოფენას თვენახევარში 52,000 ადამიანი ესტუმრა. ასეთი ინტერესი ჩვენთვისაც კი მოულოდნელი იყო. це рекорд. უკრაინაში წიგნების გამოცემაც მკვეთრად გააქტიურდა. სახელმწიფო გამომცემლობის რეესტრის მონაცემებით 2023 წელს წიგნების გამოცემა 73%-ით გაიზარდა. ამასთან იზრდება წიგნების მაღაზიების რაოდენობაც. ეს სამსართულიანი მაღაზია სენს, რომელიც კიევის ცენტრალურ ხრეშაწიგზე მდებარეობს, გასულ წელს გაიხსნა. ჩემი გუნდი მეუბნებოდა, რომ ეს სივრცე ჩვენთვის ზედმეტად დიდი იქნებოდა. მაგრამ გახსნიდან ერთ თვეში იმავე ადამიანებმა თქვეს, რომ საკმარისი ადგილი აღარ გვაქვს და უფრო დიდი სივრცე გვჭირდება. ერინჩაკის თქმით, მაღაზიას თვეში დაახლოებით 50,000 ადამიანი სტუმრობს.
სრულმასშტაბიან შეჭრამდე ბაზრის 70-75% რუსულ წიგნებზე მოდიოდა. როდესაც ისინი ბაზრიდან გაქრა, ისინი უკრაინულმა წიგნებმა ჩაანაცვლა. რუსეთი უკრაინული წიგნების გაყიდვას 30 წლის განმავლობაში ზღუდავდა. ერინჩაკი ამბობს, რომ ახლა იდეალური დროა, რომ უკრაინული კულტურისადმი ინტერესი გაძლიერდეს. ამ ფონზე იუნესკოს მონაცემებით რუსეთის მიერ უკრაინის კულტურული მემკვიდრეობისთვის მიყენებული ზიანის აღდგენა 2033 წლამდე წელიწადში საშუალოდ 680 მილიონი დოლარი დაჯდება. დღეისათვის სულ ეს იყო. თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ვაშინგტონი. დღეს მე ეკა მაღალდაძე ვარ. შემოგვერთით მომავალ კვირასაც. ჩვენი ამ და სხვა გადაცემების ნახვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ვებგვერდზე amerikisxma.com. სიახლეებისთვის თვალისადევნებლად გამოყვებით Facebook-ის, Instagram-ის, X-ისა და YouTube-ის ოფიციალურ გვერდებზე. მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. დროებით.